ვერტებრული არტერიები შედის კისრის მე-6 მამაში და გამოდის პირველი მალით. აი ეს ორი მონაკვეთი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ტრავმების შემთხვევაში თუნდაც აი პირველი მალის დისლოცირების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ხდება ზუსტად აი ამ მონაკვეთში ფეხების არტერიების მოჭრება. ეხლა თქვენ ხედავთ ყველაზე ღრმა კუნთებს, ანუ სუბოქსპიტალურ კუნთებს. ეს კუნთები არის მოკლე კუნთები, მაგრამ ძალიან ძლიერი კუნთები, რომელთაც უჭირავთ პირველი მალა კეფასთან მიმართებაში და ასევე პირველი და მეორე მალა. და მოძრაობებს, აი ნახეთ, ეხლა რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის მაგალითად ობლიკუს კატეტის ინფერიორი. ეს ზუსტად ეს კუნთი აძრიალებს პირველ მალას მეორესთან მიმართებაში. ეს კუნთები არიან ანტაგონისტები. ესე იგი, თავის მოტრიალება ხდება იქეთ, რომელი კუნთი ციკლუშება. თუ მარჯვენა იკუმშება, ესე იგი, თავი ტრიალებს მარჯვენა და პირით. ზედა სწორი კუნთები ძირითადად მონაწილეობს ესეც თავის მოტრიალებაში, მაგრამ უფრო მეტად მას აქვს დაფიქსირების ფუნქცია. აი ეს კუნთები აფიქსირებს ზუსტად ტრავმის შემთხვევაში ატლას არასწორ პოზიციაში. და ამ კუნთებს არ აქვს ეს ფუნქცია, მაგალითად როგორც ბიცეპს, ხო, რაღაც შეიძლება წარმოიღოს მოხალოს. ან ტრიცეპს, ხო, გაშავოს, ხო? ასეთი ფუნქცია მათ არ აქვს. და სუბოქსიპიტალური სამკუთხედი. აი ხედავთ, თქვენ ლურჯით არის მოხაზული, სადაც აწერია რეტროგრადული არტერი. აი აქ გამოდის, აი აქ სამკუთხედში გამოდის ფეხების არტერია და ეს სუბოქსიპიტალური ნერვი, რომელიც შემდეგ გვერდის